მთელს აი ამ შეხვედრაში ყველაზე თვალსაჩინო რაც იყო მოუმზადებლობა თითქოს ამერიკის მხრიდან, კერძოდ აი მაგალითად რა სიტყოდა უკრაინის მხარისგან და მათ შორის ის რეპლიკები და პრეტენზიებიც, რომელშიც არ იყო გაწერილი არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიმე პროგრამა, რაიმე ინიციატივა. ანუ ეს ასე თქვათ დამოკიდებულება, მთელი ეს კომუნიკაცია თითქოს და კაბინეტში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იყო, რომელიც წინასწარ უკვე აღებული განწყობებით იყო შექმნილი, რომ ეს ზელენსკი ეს არის ადამიანი, რომელიც აი მე მექნება ესეთი შტაბ-შტილება, რომ ტრამპი მაინც როგორც ნიუ-იორკელი ანუ იმ სუბკულტურის ასე თქვათ შვილია, რომელიც აი ამ ბრონქსში არსებობს რა, სადაც სხვათაშორის ამაზე ძალიან კარგად საუბრობდა რობერტ დე ნირო, რომელსაც ჩვენ კი შევამჩნიეთ ეს ვინც არის, მაგრამ არ მოგწონდაო არასოდეს. ნუ ახლა მას შეიძლება არ მოწონდა და რაღაცა, მაგრამ იმ სუბკულტურის გაგებაში ძალიან ბევრი რაღაცა იხსნება, რაც შეიძლება იქ. ანუ იქაც არის ესეთი Goodfellas, ხო? და ანუ ამ Goodfellas მნიშვნელობაში, ანუ არის ის, რომ რაც შეიძლება ერთისთვის, არ შეიძლება მეორესთვის. და აქედან გამომდინარე, დანაშაულს რომელსაც ჩაიდენს დაუშვათ ეგრეთ წოდებული, აი ესეთი რაღაცა ავტორიტეტი, ხო? ეს დანაშაული ისეთნაირად არ შეიძლება მოეკითხოს მას, როგორც რიგით ჩვეულებრივ ადამიანს. და შენ როგორც associate, ხო, ჩვეულებრივი ადამიანი. შენ ვერ მოთხოვ მას პასუხს იმ შეურაცხყოფაზე იგივე დოზით, რა დოზითაც შეიძლება მოთხოვო, აი სწორედ ეგრეთ წოდებულ მაღალ იერარქიის რაღაცა თითქოს ადამიანს, ავტორის, Goodfellas, ხო? და აი ამ გაგებით მასთვის ლეგიტიმური აი ამ სტრატაში ყავს რაღაცნაირად გაწერილი ტრამპს თავის პირად აღქმებში პუტინი, პირად აღქმებში რუსეთი და რუსეთის აგრესიულობა და რუსეთის დამოკიდებულება აი ამ მისის სამეზობლოს მიმართ. ეს რუსული დღის წესრიგია და ჩვენი სივრცე გვაქვს ჩვენი დღის წესრიგის და ამ გაგებით მას მიაჩნია რომ აი ის ზელენსკი რასაც ითხოვს. ეს არის იმ გადასახედიდან რომ ის პატარა კაცია და პატარა სუბიექტია. არა ლეგიტიმური მოთხოვნა. ანუ აქ განაზნეობრივი გაგება არის, არამედ სუბკულტურაში წარმოდგენილი ერთგვარი გაგება, რომელშიც სამართალს აქვს უთანასწორო განფენილობა. სამართალი მხოლოდ და მხოლოდ ორ თანასწორ სუბიექტ შორის შეიძლება იყოს, მაგრამ არა ესეთ უთანასწორო პირობებში. აი ამ განწყობით დაწყებულ მოლაპარაკებაში ზელენსკის არ აღიქვავს როგორც იმ პიროვნებას, ზელენსკის და უკრაინასაც მთლიანად და უკრაინულ პრეტენზიასაც არ აღიქვავს როგორც იმ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება მან თანასწორ მოთხოვნად განიხილოს სუვერენული სახელმწიფოს პრინციპი არ ესმის ამ ადამიანს და არ ესმის რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვს თანასწორი უფლებები, აქ ესმის წმინდა ესე პირადი ბიზნეს გამოცდილება ნიუ-იორკის სუბკულტურებში არსებული ერთგვარი დამოკიდებულება განსხვავებულ ადამიანების მიმართ და აქედან გამომდინარე ზელენსკი პირდაპირ სანამ იქამდე მივიდა და უკვე იყო მისთვის დაკეტილი კარი. ის ვერაფერს ვერ მიაღწევდა.